მხატვარი ხელების გარეშე. დღეს სარა ბიფინზე ვისაუბრებთ, რომელიც 1784 წლის 25 ოქტომბერს სომერსეტში დაიბადა. მამა ჰენრი ბიფინი მეწაღე გახლდათ, დედა დიასახლისი. სარას შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებში ხშირად აღნიშნავენ, რომ მას არ ჰქონდა ხელები და ფეხები. საქმე იმაშია, რომ სარას მემკვიდრეობითი პათოლოგია ფოკომელია ჰქონდა. ფოკომელიის პათოლოგიის მქონე პირთათვის წინამხრის განუვითარებლობა ან უქონლობაა დამახასიათებელი. მათი ხელები ზღვის ლომის ფარფლებს მოგვაგონებს. ტევნები და ტერფები კი თითქოს სხეულზეა მიმაგრებული. ახალდაბადებული გოგონას ხილვამ მშობლები ძალიან დაამწუხრა. ფიქრობდნენ, რომ ის რამდენიმე საათსაც ვერ იცოცხლებდა და მისთვის ლოცვა დაიწყეს. პატარა გოგონა გადარჩა. წლების მატებასთან ერთად ცდილობდა წერა-კითხვა შეესწავლა. ხელების უქონლობის გამო წერა პირით დაიწყო და 12-13 წლის ასაკში პატარა სარა უკვე თავისუფლად წერდა და კითხულობდა. სწორედ ამ პერიოდში მისმა მშობლებმა გოგონა მოხეტიალე ცირკს მიაბარეს. ემანუელ დიუკი, რომელიც მოხეტიალე ცირკთან ერთად სარას ინგლისის ტერიტორიაზე ამოგზაურებდა, გოგონას მერვე საოცრებას ეძახდა. ირგვლივ ყველას უყვებოდა, რომ მათთან ერთად იყო უხელფეხო გოგონა, რომელსაც პირით წერა და კერვაც კი შეეძლო. ცირკში ყოფნის პერიოდში სარამ პირით ფუნჯის დაჭერა და ხატვა ისწავლა. იმდენად ბევრი ადამიანი დაინტერესდა ამ უნიკალური გოგონას შესაძლებლობებით, რომ მისი ნამუშევრების სანახავად გამოფენებზეც კი მიდიოდნენ. ყიდულობდნენ მის ნამუშევრებს და ავტოგრაფებს ართმევდნენ. ის ამ პერიოდში ხატავდა პეიზაჟებს, პორტრეტებს. 1808 წელს ის წმინდა ბართლომეს სახელობის გამოფენაზე ჯორჯ დუგლასმა მორტონის მე-16 გრაფმა შენიშნა. სკეპტიკურად განწყობილ დუგლასს აინტერესებდა, მართლა შეეძლო თუ არა სახელგანთქმულ სარას ვინმეს დაუხმარებლად ხატვა. დუგლასმა სარას მინიატურის დახატვა სთხოვა. როდესაც სარამ დუგლასს აჩვენა, როგორ ხატავდა და ხელების არქონის მიუხედავად, როგორ კარგად ფლობდა ფუნჯს, დუგლასმა მისი დახმარება მოისურვა. ხატვის უკეთ შესასწავლად გოგონა ხელოვნების სამეფო აკადემიის მხატვარს უილიამ კრეიგს მიაბარა. ასე აღმოჩნდა ახალგაზრდა სარა მოხეტიალე ცირკიდან პირდაპირ სამეფო აკადემიაში. 1817 წელს სარა ბიფინმა სტუდია გახსნა. 1821 წელს ხელოვნების საზოგადოებამ სარას ისტორიული მინიატურის შექმნისთვის მედალი გადასცა. 1824 წლის 6 სექტემბერს სარა უილიამ სტივენ რაიტს ცოლად გაჰყვა. მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდა. განქორწინების შემდეგ უილიამმა მთლიანად ჩაიგდო ხელში თანხა, რომელსაც სარა საკუთარი შრომით გამოიმუშავებდა და წლების მანძილზე აგროვებდა. იმ პირობით, რომ ამ თანხიდან ის ყოველწლიურად სარას გარკვეულ რაოდენობას მისცემდა. ცხოვრების ბოლო წლები სარამ ლივერპულში გაატარა. სარა ბიფინი 1850 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.